პოლიციის ცნობით ლონდონის ჩრდილოეთით ორი ებრაელი მამაკაცი დანით დაჭრეს. მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ტერორისტულ აქტად არის კვალიფიცირებული. ებრაული უსაფრთხოების ჯგუფის შომრიმის ცნობით დანით შეიარაღებული მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის Golders Green Road-ზე დარბოდა და ებრაული წარმომავლობის პირების დაჭრას ცდილობდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. At 11:16 this morning, two men დღეს დილით 11 საათსა და 16 წუთზე ბაგნეტში, Highfield Avenue-ზე 76 და 34 წლის ორ მამაკაცს თავს დაესხნენ. ისინი დანით არიან დაჭრილი. ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან. შეიარაღებული მამაკაცი ინციდენტზე რეაგირების მიზნით მისულ მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომლებსაც დაესხა თავს. პოლიციამ 45 წლის მამაკაცის დასაკავებლად ელექტროშოკი გამოიყენა. 5-year-old man. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელი ინციდენტია. There is now a police investigation. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ გამოძიების მხარდასაჭერად. ნათლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, გავუმკლოდეთ მსგავს დანაშაულებს, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გახშირდა. Which we've seen too much recently. კონტრტერორისტული პოლიცია ამჟამად იძიებს უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტი ბოლოდროინდელ თავდასხმებს ლონდონის სინაგოგებსა და სხვა ებრაულ თემებზე.